დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენი რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, უფრო კონკრეტულად კი დემპინგზე უნდა ვისაუბროთ, დემპინგურ იმპორტზე და ზოგადად ანტიდემპინგურ ღონისძიებებზე და არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე რა ხდება დღეს ამ კუთხით ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი სტუმარი გახლავთ ელენე ცხომელიძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. და მოდი თავდაპირველად სწორედ ამ დემპინგთან და დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით განმარტებით დავიწყოთ. ხომ ზოგადად რას ნიშნავს ეს დემპინგური იმპორტი და საკანონმდებლო ნაწილიც დღეს როგორი ჩარჩო მოქმედებს კანონმდებლობის კუთხით, რა ღონისძიებებს გულისხმობს ეს ანტიდემპინგური მიმართულება? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯობია განვიხილოთ ზოგადად რას წარმოადგენს დემპინგი და რას ეფუძნება და მერე ვისაუბროთ უკვე სააგენტოს ფუნქციაზე ამ მიმართულებით. დემპინგი ეს არის საერთაშორისო საფასო დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და ამ დემპინგური იმპორტის დროს ექსპორტიორი ქვეყნიდან მწარმოებელი კომპანია ახორციელებს პროდუქტის გაყიდვას ჩვენ ბაზარზე, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე, იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე თავის მწარმოებელ ქვეყანაში ყიდის. მიზან მიმართულად დიახ, მიზან მიმართულად ეს შეიძლება იყოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა, ან იქ არსებულ უკვე ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე არსებულ ფასზე დაბალ ფასს გულისხმობდეს შეიძლება. ამასთან აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თავად დემპინგი ესე დარღვევა არ არის. ამას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ზიანი ადგილობრივ ინდუსტრიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ინდუსტრიას შეიძლება პრობლემები შეექმნას, ანუ ვერ შესთავაზოს მსგავსი დაბალი ფასი ბაზარზე, განიცადოს დანაკარგები გაყიდვებში, შემდგ შეუმცირდეს წარმოება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, რომ შემდგომ უკვე შევძლოთ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩოს ამოქმედება ამ მიმართულებით. რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, 2020 წელს იქნა მიღებული ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ კანონი საქართველოში. შემდგომ უკვე 21 წლიდან ამოქმედდა ეს ინსტრუმენტი, 3 კანონქვემდებარე აქტი იქნა მიღებული უფრო ეფექტიანი განხორციელებისთვის ამ პოლიტიკის. პირველი ეს არის თვითონ ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების მიზნით შესწავლის წარმოების წესი, შემდგომ მოდის უკვე გადაწყვეტილების მიღების წესი და ასევე რა თქმა უნდა დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტარიფის ანტიდემპინგური ღონისძიების ადმინისტრირების წესი. ეს არის ის ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო, რაც დღეს მოქმედებს საქართველოში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს რეგულაციები ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებსა და დებულებებს და შესაბამისობაშია ამ საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან. კი ბატონო, აი თქვენ ახლა თქვათ საკანონმდებლო ნაწილზე აღნიშნეთ, მოდით თავად უკვე სააგენტოს როლსა და ფუნქციაზეც ვისაუბროთ, აი ამ პროცესში, მოკლედ ანტიდემპინგური პოლიტიკის განხორციელების ნაწილში როგორია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს როლი და ფუნქცია? დიახ, რაც შეეხება სააგენტოს, ზოგადად ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში და ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების პროცესში 3 უწყება არის ჩართული. პირველი ეს არის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია სწორედ შესწავლის წარმოებაზე. შემდგომ შესწავლის შედეგად დასკვნას სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ხოლო ადმინისტრირების და პასუხისმგებელია შემოსავლების სამსახური. ამ ჩვენი შესწავლის ფუნქციიდან გამომდინარე მოკლედ მოგიყვებით, ესე ვთქვათ, თუ რას მოიცავს საქმიანობა ამ მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სააგენტო პასუხისმგებელია ადგილობრივი ინდუსტრიისაგან განცხადებების მიღებაზე, ვინც თulis რომ მათ ინდუსტრიაში თუ წარმოების სექტორში ფიქსირდება დემპინგური იმპორტი და მათ ზიანი ადგებათ, უნდა მოგვმართონ ჩვენ. ამასთან დაკავშირებით შემდგომ სააგენტო იწყებს განცხადებას მოკვლევას, ესე ვთქვათ, შეისწავლის განცხადებას, მის დასაშვებობას და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იწყებს მოკვლევას. მოკვლევა მოიცავს უკვე
ინფორმაციის მოგროვებას, საჭირო ინფორმაციის მოგროვებას, რომ დავადასტუროთ როგორც დემპინგი, ასევე ზიანის და დამატებით მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ორ კომპონენტს შორის. ნუ დემპინგის დადგენა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ფასების შედარებას, ჩვენ იმპორტის ღირებულების ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე ფასებთან შედარებას, ამის საფუძველზე ვადგენთ დემპინგურს ვარს, რაც შემდგომ უკვე ტარიფის განსაზღვრის საფუძველია, რაც შეეხება ზიანის ნაწილს, აქ ფასდება ძირითადად ადგილობრივი ინდუსტრიის ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები, ეს შეიძლება იყოს გაყიდვების მაჩვენებლები, წარმოება, საბაზრო წილი და სხვა ფინანსური მაჩვენებლები და მესამე კომპონენტი, ესე ვთქვათ, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის ნაწილში უკვე ვაფასებთ როგორც დემპინგური იმპორტის კავშირს ამ ზიანთან, ასევე სხვა ფაქტორებსაც ვითვალისწინებთ, რასაც შეიძლება გავლენა ქონდეს ბაზარზე, რომ მხოლოდ ესე ვთქვათ დემპინგთან არ დავაკავშიროთ ეს არსებული ვითარება. ამის საფუძველს, ნუ როგორც ვთქვით, უკვე ვაგზავნით და მას მთავრობასთან. კი ბატონო, აი თქვენ ნახსენეთ, რომ აუცილებელი არის, რომ კომპანია მოგმართოთ, ვთქვათ, ადგილობრივმა თუ ჩათვლის და მიიჩნევს ის, რომ ვთქვათ, დემპინგთან გვაქვს საქმე. აი პროცედურული ნაწილიც რომ გითხრათ, რამდენად აი რთული პროცესია, რა პერიოდს მოიცავს და ასევე მე როგორც ვიცი, ამ პროცესში სააგენტოს მხრიდან საკუთარი ინიციატივითაც ხდება შესწავლა, ხო, სხვადასხვა სექტორების და ამ ნაწილში აი როდესაც მომართვა არის გარკვეული კონსულტაციებიც თავად მწარმოებლებისთვის. აი ამ პროცედურულ ნაწილზეც რომ გითხრათ. დიახ, ვფიქრობ საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი ეს შეიძლება იყოს ზუსტად. ზოგადად ჩვენი სააგენტო შესწავლას, ანტიდემპინგურ შესწავლას ვერ დაიწყებს ადგილობრივი ინდუსტრიის განცხადების გარეშე. ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ დავიწყოთ ეს მოკვლევა, რაც შეეხება განცხადების წარდგენას, განცხადების ფორმა დამტკიცებულია და ჩვენ საიტზე არის განთავსებული, საკმაოდ ესე ვთქვათ, მოცულობითი ინფორმაციის წარდგენა უწევს ადგილობრივ ინდუსტრიას და შესაბამისად მომზადებული გვაქვს ასევე გზამკვლევი, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც ზუსტად არის განსაზღვრული რა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. ზოგადად განცხადების წარდგენის ეტაპზე ადგილობრივმა ინდუსტრიამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ყველა კომპონენტზე უნდა ქონდეს ინფორმაცია წარმოდგენილი, მათ შორის დემპინგზე, რაც მოიცავს უცხო ქვეყნის ბაზარზე ფასების დადგენას, ნუ რა თქმა უნდა თავის ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე და შესაბამისად შესწავლა თავიდან რთულად მოეჩვენოთ, თუმცა ჩვენი სააგენტო ყოველთვის მზად არის, რომ კონსულტაციები გაუწიოს ამ მიმართულებით ადგილობრივ ინდუსტრიებს და რა თქმა უნდა განცხადების დასაშვებობის ეტაპზე არსებული წარმოსადგენი ინფორმაციის სტანდარტი უფრო დაბალია, ვიდრე შემდგომ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია. ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს გონივრული ეჭვი, რომ ბაზარზე არის დემპინგი და ზიანი ადგება ინდუსტრიას. რაც შეეხება უკვე სააგენტოს საქმიანობას გარდა თქვათ შესწავლის წარმოებისა, ჩვენი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის ასევე კონსულტაციების გაწევა, კანონის ამოქმედებიდან, ესე ვთქვათ, ამ სისტემის ამოქმედებიდან დღემდე არაერთი შეხვედრა გვქონდა, როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით კერძო სექტორთან, ასევე აქტიურად ვემუშაობთ ცალკეულ ინდუსტრიებს, ვინც ფიქრობს, რომ დემპინგის პრობლემა დგას მათ სექტორებში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინსტრუმენტი, რადგანაც განცხადების შემოტანას რო აპირებენ ინდუსტრიები, ჩვენთან კონსულტაციები აუცილებელია, რათა სრულყოფილი იყოს ეს განცხადება და ჩვენც ყოველთვის მზად ვართ ტექნიკური ნაწილი, ხო, რომ სრულად ზედმიწევნით შესრულდეს. ანუ თქვენ ახლა ინდუსტრია ახსენეთ რამდენჯერმე აქ შესაძლოა რამდენიმე კომპანიის ერთობლივი განაცხადით შემოვიდეს თუ ცალკეული კომპანიები მოგმართავენ, აი აქ როგორ ხდება? დიახ, აი განცხადობა კითხვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს, უნდა განცხადების მიღების პროცესში ვადგენთ ანუ ეს ადგილობრივი მწარმოებლების უფლებამოსილებას. ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი პირობა არის ის, რომ თვითონ აქტიურად მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგე კომპანიების 50%-ს მაინც უნდა შეადგენდეს ეს ინდუსტრია, ინდუსტრიის წარმომადგენლები, ვინც ხელს აწერენ ამ განცხადებას და მეორე პირობა არის ის, რომ ზოგადად მთლიანი წარმოების
ამ სექტორში მთლიანი წარმოების 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად ეს უფლებამოსილების ტესტიც ჩადებულია განცხადების კი ბატონო. აი თქვენ ჩვენ ვახსენეთ უკვე რომ რამდენიმე წელია ჩვენ ეს საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს ბაზარზე და სტატისტიკა იქნება საინტერესო, ხომ? აი რა ხდება აქამდე უკვე რა სამუშაო რა ეტაპები და რომელ ინდუსტრიებთან გაქვთ გაწეული ასე ვთქვათ და მოკლეული ეს პროცესი და რამდენად არის ვთქვათ მომართვიანობის ნაწილში ან თუნდაც ინტერესის კუთხითაც რომ რაღაცა აქვთ ბიზნესებს ამის განწყობა რომ ან ემზადებიან რომ მოგმართონ სააგენტოს. დიახ, ამ სისტემის ამოქმედებითი ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე 3 განცხადება შემოვიდა ჩვენთან ესე ოფიციალური. დიახ. იქიდან 2 ეხებოდა თამბაქოს ინდუსტრიის მიმართულებას. ეს იყო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ თამბაქოზე საუბარი. ეს მოკვლევები დავიწყეთ ჩვენ, თუმცა ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნის საფუძველზე დასრულდა. იქიდან გამომდინარე, რომ შესწავლის დაწყების შემდგომ ბაზარზე ვითარება და სტაბილურობა გაუმჯობესდა და შესაბამისად აღარ იყო საჭირო, ეს ვთქვათ, ამ ტარიფის მექანიზმის შესწავლა, ამ ტარიფის საჭიროების შესწავლა. რაც შეეხება მიმდინარე кейსი გვაქვს კიდევ ერთი, ეს არის უკვე ფოლადის ინდუსტრიის მიმართულება, ირანიდან და რუსეთიდან იმპორტირებული არმატურის და გლინულის საქმე. ეს შესწავლა ივნისში დავიწყეთ და დღესაც მიმდინარეობს. წინასწარი შეფასების ნაწილი გვაქვს ძირითადად ზიანის ნაწილში და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და იქნება საბოლოო ჯერ დასკვნა არ გვაქვს წარდგენილი. ანუ დროში ეს ხანგრძლივი პერიოდია? 12 თვიანი ვადა არის შესწავლის, რომელიც ასევე შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდეს 6 თვით, ანუ ჯამში 18 თვე გამოდის. ამასთანავე, ანუ გარდა იყო რამოდენიმე შემთხვევა ქონდა, როცა ინდუსტრიას დავუშვათ ოფიციალურად განცხადება არ წარმოუდგენია, თუმცა კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ უკვე ჩვენი ინიციატივით სექტორულ მონიტორინგებს ვახორციელებთ, რომელიც ამ შემთხვევაში ანუ არ არის ოფიციალური შესწავლა, რა თქმა უნდა, მაგაზე დასკვნას ვერ დავდებთ. უბრალოდ ინდუსტრიაში არსებულ ვითარებას ვაფასებთ, რამდენად იკვეთება, ესე ვთქვათ, დემპინგის საფრთხე. და რამდენად მოწყვეტია ეს ინდუსტრია ზიანის კუთხითაც. შესაბამისად, რამოდენიმე ესეთი სექტორული მონიტორინგი განვახორციელეთ ჩვენ და შარშან უკვე გადავწყვიტეთ, რომ ეს ამ მონიტორინგებს სისტემური სახე მივცეთ და შევიმუშავეთ კვლევის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც უფრო კომპლექსურად შევაფასებთ, ასე ვთქვათ, ინდუსტრიებს და დავაიდენტიფიცირებთ იმ სექტორებს, რომლებიც უფრო მოწყვეტი შეიძლება იყოს ზიანის საფრთხის და შესაძლო დემპინგური იმპორტის ნაწილში. ხო, მათ შორის წელსაც იქნება ასეთი მონიშნული გაქვთ რამდენიმე მიმართულება? დიახ, აი წელს ახლა ჩვენ მუშაობთ ამ კვლევაზე, დავასრულებთ ალბათ უკვე ახლო პერიოდში და წარვადგენთ საზოგადოებასთანაც. ეს კვლევა მოიცავს, ასე ვთქვათ, შესაძლო დემპინგური იმპორტის ზიანის მიმართ მოწყვეტი სექტორების შეფასებას. 2 ეტაპისაგან შედგება ეს კვლევა. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 10 სექტორი, რომელიც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე ამ თითოეულ 10 სექტორს შევაფასებთ განსაზღვრული კრიტერიუმებით, რაც შეეხება ამ კვლევის მეთოდოლოგიის კრიტერიუმებს, 3 განზოგილებას მოიცავს. თვითონ ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ინფორმაცია იმაზე, რა სექტორებშია დემპინგი, სიღრმისეული კვლევის გარეშე ვერ გვექნება, თუმცა სექტორის მოწყვეტობა განსაზღვრეთ როგორც საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკაში გავრცელებული ღონისძიებების სექტორები. ანუ პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ის სექტორები, სადაც სოფლიოში შემოღებულია შედარებით დიდი რაოდენობის ანტიდემპინგური ღონისძიებები. შემდგომ უკვე შევხედეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება ამ სექტორებში. და მესამე ნაწილი გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, იმპორტის დინამიკა. რადგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ასე ვთქვათ, ზიანის დადგენის და დემპინგის დადგენისას არის ის, რომ იმპორტი უნდა იზრდებოდეს. ამ 3 კრიტერიუმის საფუძველზე შევარჩიეთ ეს 10 სექტორი და ახლა უკვე სხვადასხვა ინდიკატორების, რომელიც ასევე ამ 3 განზომილებაში არის მოქცეული, ამ დაახლოებით 10-მდე ინდიკატორია, ამ 10 ინდიკატორი თითოეულ სექტორს ვაფასებთ და რის საფუძველზეც გამოვავლენთ უკვე
მაღალი საშუალო და დაბალი მოწყობილობის სექტორებს ამ შესაძლო დემპინგური იმპორტის კუთხით. ეხლა გვაქვს ანუ ეს 10 სექტორი რაც გვაქვს პრინციპში აი რომელია რამდენიმე რომ წარმოდგენა შეგვექმნას. აი მძიმე მრეწველობის დარგებიც არის, სამხმარებლო პროდუქტიც არის, სასურსათო დამუშავების მიმართულებებიც არის, მათ შორის აი ფოლადის ინდუსტრიაც გამოიკვეთა ერთ-ერთ სექტორად და ნუ სხვა დარგებია, რასაც უკვე საბოლოოდ წარმოადგენს. კი, ანუ ეს წელს დასრულდება და იქნება წარმოდგენილი, რაც ჩვენ შეგვექმნება წარმოდგენა დაახლოებით თქვა სათხედავთ გარკვეულ რისკებს შესაძლოა სამბოლოდ. ამ კვლევის მიზანი არის უფრო შემდგომი დეტალური ანალიზისათვის სექტორების გამოვლენა, ანუ შედეგები ამ კვლევის არ იქნება მიმანიშნებელი იმისა, რომ დემპინგი არის ამ დარგში ან ზიანი ნამდვილად ადგება ინდუსტრიას, ეს იქნება უბრალოდ განსაზღვრა იმ საინტერესო სექტორებისა, რომლის შემდგომი შესწავლა უკვე განხორციელდება უკვე მომართვების საფუძველზე, მონიტორინგის საფუძველზე, რომელი ინსტრუმენტიც უკვე გვაქვს დეტალურად და ნუ ასევე რა თქმა უნდა კერძო ინდუსტრიიდან მომართვების საფუძველზე. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და ველოდებით ძალიან საინტერესო იქნება ეს მონიტორინგის შედეგები, რაზეც მუშაობს ამჟამად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. ელენე ცხომელიძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი იყო დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი. ჩვენ ვისაუბრეთ დემპინგზე და ანტიდემპინგურ ღონისძიებებზე. რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.